რუსეთში საწვავის მწვავე დეფიციტია, რასაც რუსეთმა უკვე ერთი თვე არის ბენზინის ექსპორტის სრული აკრძალვით უპასუხა. თუმცა ამან მეორე პრობლემა გააღრმავა, საქმე კი ის გახლავთ, რომ რუსეთი საწვავის დეფიციტთან ერთად ბიუჯეტის დეფიციტსაც ებრძვის. საწვავის ექსპორტის აკრძალვამ კი ბიუჯეტის დეფიციტი კიდევ უფრო გააღრმავა. ფაქტია, რუსეთს ორ ცეცხლს შუა უწევს ყოფნა და ჩნდება კითხვა რა ბედი ელის რუსეთის ეკონომიკას და რაც მთავარია, როგორ შეიძლება აისახოს ეს პროცესები საქართველოზე. თემაზე სასაუბროთ პირდაპირ ეთერში ნიკოლოზ ზალავიძე, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე გვერდება. ნიკოლოზ, ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. მადლობა გამოწვევისათვის კიდევ ერთხელ. რუსეთში საკმაოდ რთული და არაორდინალური მდგომარეობა იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი არის საწვავის ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორი მსოფლიოში და ამ დროს თავად რუსეთს უწევს ადგილობრივ შიდა ბაზარზე, შიდა მოთხოვნისთვის განკუთვნილი საწვავის დეფიციტთან გამკლავება. ამისთვის დაახლოებით ერთი თვეა მათ ბენზინის სრული ექსპორტის სრული აკრძალვა დააწესეს. პირველ რიგში შევაფასოთ, რით შეიძლება იყოს გამოწვეული ეს პროცესი და ამ ნაწილში რამდენად შეიძლება ამის მოკლება და შეგულირება. კი. პროექტი ეს არ არის სიახლე. სულ თავიდან რო დავიწყოთ ცოტა ხუმრობებს ვეთქვა და ინშალა მათი ეკონომიკაზე კიდევ და ისე. თუმცა რაც უფრო ნიშანდობლივია, რუსი პროპაგანდისტი, ანუ Z პროპაგანდისტი, ეკონომისტები და მოქმედი თანამდებობის პირებიც უკვე გათამამდნენ და ამ პროპაგანდისტულ არხებზეც უკვე ხმამაღლა საუბრობენ მათ უკვე ძალიან ღრმად შესულ ეკონომიკურ კრიზისზე, რომელიც, რა თქმა უნდა, ერთი ამ ძალიან ძვირფასი და ძალიან ბრუტალური საშინელი საზრელი ომის დაფინანსებით არის. მეორე ისედაც მოწყვლადი და არასწორი სტრუქტურირების ბრალი იყო მათი ეკონომიკის, რაც რა თქმა უნდა რაღაცა დროის მომენტში დადგებოდა აქტუალური და ეს აქტუალობა უკვე ყოველდღიურად შეგრძნებადი გახდა მათთვის და ეს მათი პრობლემებია მერტმა კარგად მოახმაროს ეს პრობლემები და რაც უფრო მეტად გაღრმავდება, მით უკეთესი. რაც შეეხება საწვავის სისტემას, ეს არ არის ახალი, წელს სამადლელი შეზღუდვა, გასულ წელსაც იგივე იყო. რუსეთმა შეზღუდა ბენზინის ექსპორტი მათი იქიდან, იმიტომ რომ ეს ის პერიოდი კარგად მოგესმის, როცა იზრდება ძალიან შიდა მოხმარებაც რუსეთში. შიდა მოხმარების და ომის გარდა ფაქტორისა არის დამოკიდებული ასევე შიდა მიგრაციაზე, რომელიც გამოწვეულია შიდა ამ დასვენების სეზონიდან და ისინი მანქანებით ძალიან დიდ დისტანციებზე გადაადგილდებიან, იმიტომ რომ მათი ეკონომიკური მდგომარეობა private jet-ები და იახტები და რაღაცები აქვს რუსეთის მოსახლეობის 3%-ს მარტო, სადაც კონცენტრირებულია რუსეთის ეკონომიკის 90%. ეს ცოტა უცხო სიტუაცია ჩვენ ქვეყნისთვისაც არ არის, ასე ვთქვათ, არა ინკლუზიური და ესეთი კორუფციული გარემოდან გამომდინარე. აქედან გამომდინარე, იქ ბუნებრივია ეს მოთხოვნა მათთვის და ტრადიციულად ასე იყო. პლუს ახლა გასული 2 წლის განმავლობაში განსაკუთრებით ბოლო წელს უკრაინული შეტევები დრონებით აეროპორტებზე, რამაც გამოიწვია შიდა რეისების გადაავადებები და პლუს შიდა ფრენებიც ასევე შემცირებულია გამომდინარე ამ საერთაშორისო სანქციებიდან. ნიკოლოზ, აი ამ ნაწილში მინდა ჩაგეკითხოთ, რუსული დრონები რადგან ახსენეთ, რუსული დრონების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედაც რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებია. უკრაინული დრონების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედაც რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებია. რასაც დროის გრძელვადიან პერსპექტივაში ჭირდება შემდგომში აღდგენა. გუშინაც თუ ბოლო ინფორმაციებს გადახედავთ, გუშინაც საკმაოდ დიდი იერიში მოხდა ლუკოილის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. ეს რამდენად შეიძლება იყოს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ სწორედაც დეფიციტი შეიქმნა რუსულ ბაზარზე საწვავის. ეს რა თქმა უნდა არის მიზეზი, მაგრამ ეს არ არის მთავარი მიზეზი. მე ძალიან სუბიექტურად ამ ნაწილს უფრო ყველაზე ნაკლებად მიზეზად, იმიტომ ისაც ორგანული მიზეზები იმდენი არის, კენაც ახლა რუსეთში რომ აი ეს თუნდაც შიდა მოთხოვნა რომელიც ხელოვნურად არა, მაგრამ იზრდება იმ ორგანული მომენტებით, რომელიც რუსეთმა თვითონ შეიყვანა თავისი თავი, ეს შიდა ფრენები ვთქვით, შიდა ფრენები გადავადებულია და შემცირებულია ჯერ ამ უკრაინული დრონების თავდასხმების გამო, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მაგრამ ასევე შემცირებულია სანქციების გამო, რომლითაც რუსეთი ვერ აახლებს, ვერ უწევს დაგეგმიურ სერვისს
თვითმფრინავებს, იცით თქვენ რომ ეს ძალიან კაცრად არის რეგულირებული, ეს რეგულირებული ესეთი მეინტენანსი უკაცრავად ბარბარიზმისთვის აუცილებელია თვითმფრინავებმა რომ იფრინონ. ეს თვითმფრინავები რუსეთის რუსული საბჭოთა წარმოების თვითმფრინავები უბედურებაა და კი ყავთ იმათ თავის საავიაციო ანგარში ესენი, მაგრამ ძალიან დაბალიდობა აქვს, რაც ამერიკული და ევროპული წარმოებისაა, ამაზე სერვისი უჭირთ, ხო ვერ იღებენ ამას. ესეც თავის მხრივ მოქმედებს, პლუს მოქმედებს ეს სეზონური შიდა ტურისტული მიგრაცია და პლუს მოქმედებს უკვე სოფლის მეურნეობრივი აქტივობები, რომელიც ეს პერიოდია, როცა იცით რომ სოფლის მეურნეობა რუსეთის ეკონომიკის ახაც 6%-ზე მეც არ იკავებს, მაგრამ იმდენად დიდია და იმდენად მასიურია, რომ ის აბსოლუტურ ციფრებში და მოხმარება საწვავის კუთხით ძალიან დიდია. აქედან გამომდინარე, გასულ წელსაც იგივე იყო, ნოემბრამდე ჩაკეტა რუსეთმა, თითქმის 99% ჩაიკეტა და არ გამოდიოდა ეს პროდუქცია ეს პერიოდი და ახლაც ეს და რუსეთის ეკონომიკისთვის რა თქმა უნდა ძნელია, თუმცა წელს კიდევ დაემატა ეს გართულებები, თავდასხმები ამ გადამამუშავებელ ქარხნებზე, მაგრამ ეს იმიტომ ვთქვი რომ ძალიან მნიშვნელოვანი, მთავარი მნიშვნელოვანი არის ისევ რაც მოგივა დავითაო საკუთარი თავითაო ანდაზის პრაქტიკაში ჭყალებში კარგად გამოყენება რუსეთის მხრიდან. იმიტომ რომ მათი ნავთობ გადამამუშავებელი პოტენციალი არის ძალიან ასე ვთქვათ არაეფექტური და მთლიანად დამოკიდებული დასავლურ ტექნოლოგიებზე. იმიტომ რომ მათი ეკონომიკა ამ შიგნით არაფერს არ ქმნიდა, არც საბჭოთა კავშირის დროს და არც იქ, მაშინ რაღაც მოიპარეს, მთლიანად 90% ეს ყველაფერი არის დამოკიდებული დასავლეთზე, დასავლურ ტექნოლოგიებზე. თვითონ რუსეთის გადამამუშავებელი პოტენციალი ლუკოილის ყველაზე თანამედროვე ქარხნები, მაგალითად ლუკოილის საკუთრებაშია, რომელიც მოპატულია რუსეთზე, სადაც რაღაც ნაწილს მიიღეს ეს დარტყმები და რა თქმა უნდა ძნელია. კარგად რომ გვესმოდეს გლობალური მასშტაბით, რუსეთი რა თქმა უნდა ერთ-ერთი უმსხვილესი მონაწილეა, როგორც ნედლი ნავთობის მარაგით, ისე ნავთობის გადამუშავებით, სხვადასხვა ფრაქციებში და სხვადასხვა მსუბუქ ფრაქციებში, ასე ვთქვათ, რომელიც არის ბენზინი, დიზელი, სხვა ქიმიკატები და ამ შემდეგ. თუმცა რუსეთის არის დაახლოებით მეხუთე ადგილზე სოფლიოს მასშტაბით, პირველ ადგილზე 20%-იანი, 20-30%-იანი წილით არის ამერიკა, შემდეგ მოდის ჩინეთი, ინდოეთი, შემდეგ რუსეთის გლობალური წილი არის 6-6.5%, რაც ძალიან დიდია, მაგრამ ეს რაოდენობა წარმოების გადამუშავება ამ ნავთობის პროდუქტებამდე თვითონ რუსეთისთვისაც იმდენად მოძველებული, იმდენად გამოდის წყობრიდან ისეც მიმდინარე მეინტენანსები ჭირდება და სრულიად მოწყვლადები გახდნენ ის რუსული მსხვილი წარმოებლები, იმიტომ რომ მათი გადამამუშავებელი წარმოების პოტენციალის დაახლოებით 30%-ია შედარებით თანამედროვე, დანარჩენი არის უფრო ჩამოძველებული, ეს ნიშნავს უფრო დაბალ ეფექტურობას, ანუ ნედლი ნავთობიდან ამოღების კოეფიციენტი უფრო დაბალია და ასე შემდეგ. ეხლა ეს ციფრებში როგორ აისახება, ნუ მათი ეკონომიკა, მათი თავისატკივარი იყოს ჩვენთვის. ჩვენთვის რა თქმა უნდა და კარგად გვინდა რომ ყველას ესმოდეს რომ კი ან უამრავი სანქციების 18 პაკეტი 950 პაკეტი და ასე შემდეგ მთლიანად ეს 100%-ით რუსული ნავთობის ინდუსტრია არ არის დასანქცირებული და რა თქმა უნდა არის დატოვილი ხვრელები, დატოვილი ისეთი კომპანიები, რომლებიც სრულიად არ ხვდებიან სანქცირებაში, იმიტომ რომ ამ ნავთობს და ამ ნავთობპროდუქტებს რა თქმა უნდა იმარაგებს ევროპას და ის ქვეყნებიც, ვინც ძალიან აქტიურად ებრძვის ჭყალებში ამ ომს და არ იზიარებს. იმიტომ რომ ეს არის გლობალური ეკონომიკის ნაწილი და ნუ სამწუხაროდ ეს ესეთი რეალობაა და აქ ნუ ვიღაცა დასაძრახს ნახავს, ვიღაცა არის, მაგრამ ეს ცხოვრება უნდა გრძელდებოდეს ხოლმე და მათ შორის რაღაც ნაწილი უკრაინაში ხდება იქიდან. აქედან გამომდინარე ჩვენი იმპორტის სტრუქტურა რომ ავიღოთ საწვავი ჩვენი დამოკიდებულება, ენერგეტიკული დამოკიდებულება, ენერგეტიკა ბევრი რაღაცისგან შედგება, მაგრამ უშუალოდ სამხმარებლო ნაწილზე ავიღოთ ეს ბენზინის და დიზელის მარტივად, ჩვენთან საქართველოს დაახლოებით 60-დან 80%-მდე ამ სეზონურობიდან გამომდინარე და რუსეთის აი ამ გასული წლის ჩაკეტვიდან გამომდინარეც თამაშობს. თუმცა ჩვენი აი მომხმარებლის დონეზე ჩვენი საწვავის როგორც ვთქვი 60-დან 80%-მდე არის დამოკიდებულება რუსულ პროდუქციაზე. და ეს დამოკიდებულება არის განპირობებული რამოდენიმე ფაქტორით, რა თქმა უნდა, ერთი არის ფასი, მეორეა ის ტრადიცია, მესამე და ასე შემდეგ და თვითონ ეს ბიზნესის ჰებიტია, მოდი ასე ვთქვათ, რა, რომელიც უფრო არჩევს რომ იქიდან რაღაცა წამოიღოს და აქედან ეხლა ნუ ძნელია ვთქვათ, რამდენია ეთიკურად, რამდენი მუშაობს არაეთიკურად, ეს ნუ მოდით ჩემი კომპეტენციას ამას არ ჩავლევდით ამ ნაწილში, მაგრამ ვთქვათ რომ ჩვენთვის როგორ არის შეზღუდვა, რა თქმა უნდა, ბიზნესზე შეიზღუდა, საიდან მოდის ეს დარჩენილი 40%, ხო? უმეტესი ნაწილი მოდის ისევ რუმინეთიდან, მოდის რაღაც ნაწილი აზერბაიჯანიდან, მაგრამ დაბალი ოქტანობის, ანუ დაბალი ხარისხის საწვავი, ამ შემთხვევაში ჩვენ ბენზინზე გვაქვს კონცენტრაცია, დიზელზე შეზღუდვა არ არის და დიზელი უფრო ინდუსტრიული ნაწილია და ძალიან პატარა ნაწილი შემოდის რეალურად ჩვენ გვესმის სულ ყველგან რაღაცა ევროპიდან
ევროპიდან. კი, რა თქმა უნდა, რუმინეთი ევროპაა, მაგრამ რუმინეთში ეს კარგად მოგესმოდეს, ეს არ არის ულტრათანამედროვე გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც ყაზახური კომპანია არის მფლობელი და ჩვენ ვიცით, რომ ეს ყაზახური რუმინული კომპანია სვანპეტროლის ქსელი გვაქვს აქ და ამიტომ ის უზრუნველყოფს. დანარჩენი ევროპიდან ძალიან პატარა ნაწილებით შემოდის 1-2% მთლიანი იმპორტში საბერძნეთიდან ან სხვა უზბეკეთი, ყაზახეთიდან და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენთვის, ჩვენი ეკონომიკისთვის საფასო ნაწილში ბენზინის შეზღუდვა, რა თქმა უნდა, გასულ წელსაც ამ დროს გამოიწვია ფასების და ახლაც უფრო რთულია, მოწყვლადია, იმიტომ რომ ჩვენი ბაზარი არ გვაქვს დივერსიფიცირებული. აქთან ეს მარტო სრულზე არ არის, ან რაღაცაზე აქ არის საბრუნავ კაპიტალზე უკვე, აქ შემოდის უკვე ფინანსური არითმეტიკა. რუსეთიდან რატომ არის უფრო ჩვენთან ადვილი შემოტა, იმიტომ რომ სარკინიგზო გზა არის კარგად ჩვენ საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, განვითარებული და სარკინიგზო გზით შემოტანას პროდუქციის შენ შეგიძლია რომ რაღაცა რაოდენობები მართო, სიტყვაზე 1000-2000 ტონა შეგიძლია სარკინიგზოთი შემოიტანო, ან ვიღაცა პატარა ან მსხვილი იმპორტიორები შეიძლება, თუმცა ალტერნატივა შემოტანის არის ზღვაზე ესეთი პატარა პორციებით არ გამოდის, ანუ ყველაზე მინიმალური გემის დაფრახტვა უკვე 5000-იან 10000 ტონამდე უნდა ავიდეს, რაც მოითხოვს უფრო დამატებით საბრუნავ კაპიტალს, დამატებით ხარჯებს, დამატებით დროს ეს კარგად მოგვესმოდეს ასევე რომ ფასი რომელიც გინდება კონტრაქტის ყიდვისას და მიღებისას ითვლება საშუალო ბენზინის თავისი ფორმულა აქვს რომელიც რაღაც ეს პლაცი ყოველას ესმის და ეს რაღაც მარკეტსგან რომელიც არის საინდიკაციო ფასი რომელიც ყოველდღე დგება სამუშაო დღეებში და გარიგების დადების მომენტში ხდება რაღაცა ათვლავან პლაცის შემდეგ მიღების ანუ რუსეთიდან პროდუქტის შემოტანას ან ევროპიდან პროდუქტის შემოტანას ასევე აქვს ტელეპორტაციით არ ხდება ჩვენს ბაზარზე, აქვს თავისი დრო საშუალოდ 1-1.5 თვე. 1-1.5 თვე სანამ ეს პროდუქტი გზაშია, ფასი შეიძლება შეიცვალოს ზუსტად იმდენივე დღის იმდენჯერ, ამდენი დღეც არის აქამდე, ან შეიძლება 3-ჯერ და 4-ჯერ მეტად, იმიტომ ეს ფასები სხვა იმაზე. ამიტომ მიღებული არის პრაქტიკა ამ გარიგებებში, როცა ფასის დადგენა ხდება, გადახდის მომენტიდან და მიწოდების ადგილამდე, მაშინ რაღაც საშუალო პლაცის გასვლით, მე რაღაც ფორმულების სირთულეებით და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი და ნავთობს რაც შეეხება, უმეტეს შემთხვევაში ეს არის წინასწარ გადახდილი კომოდიტი. ანუ ჭყალებში კონსიგნაციაზე ძალიან ცოტას თუ შეუძლეს წამოიღოს, რაც ასევე თამაშობს ჩვენი ეკონომიკა. ანუ ეს შიდა კარგად რო გვესმოდეს ფასი წარმოქმნები და ფასი რასთან არის დაკავშირებული და ეს ამდენად გაგურთულებს ცხოვრებას. ნიკოლოზ, მე მინდა გლობალურ ჭრილშიც კითხოთ მოლოდინებთან დაკავშირებით. თუ გადავხედავთ ახლა რუსეთის ეკონომიკაზე საუბრობთ დასაწყისში, თუ გადავხედავთ ბოლო პროცესებს, რუსეთის ეკონომიკის მდგომარეობა ტრამპმა კიდევ უფრო დაამძიმა ბოლო განცხადებით, რომლის მიხედვითაც სანქციების მუქარით ინდოეთს რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვა სრულად აუკრძალა და ინდურმა კომპანიებმა უკვე უარი განაცხადეს რუსული ნავთობის შეძენაზე. ამან ერთის მხრივ რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტს კიდევ უფრო დაარტყა, ხოლო მეორეს მხრივ დიდი რაოდენობით გარკვეულწილად ჭარბი მიწოდება შეიძლება თუნდაც კონტრაბანდული ან ჩრდილოვანი გზებით, მაგრამ საერთაშორისო ბაზარზე ჭარბი მიწოდება შეიძლება გამოიწვიოს. გლობალურ ტენდენციებში და გლობალურ ჭრილში რამდენად შეიძლება ამან ნედლი ნავთობის ფასზე იმოქმედოს და ახლა წინა კვირის დინამიკას თუ შევხედავთ, ნავთობის ფასები უკვე ქვევით წამოვიდა. მოლოდინები როგორია ამ ნაწილში? მოლოდინები ეხა ის უბრალოდ ამ ანალიტიკოსების ისო გადმოვამღერო, უბრალოდ განვითარგმნო ქართულად, რასაც ეხა ძირითადად უფრო არაქართულენოვანი ანალიზები ამ კომოდიტის ბაზრებზე. რა თქმა უნდა, ეს ტრამპის ტარიფებმა არა მარტო ინდოეთთან, არამედ მთლიან გლობალურ ეკონომიკაში შეიტანა ძალიან დიდი რყევები, გააჩინა ძალიან დიდი მოულოდნელობები, რამაც თვითონ მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის და ამ მსხვილი სარეიტინგო კომპანიების მოლოდინებით მსოფლიო ეკონომიკა შეიძლება 2-2.5%-ით შემცირდეს, შენელდეს, იმიტომ ეს გაურკვევლობა ძალიან დიდი, იმიტომ ტრამპი კიდევ აგრძელებს ამ თავის რაღაც სავაჭრო ხედვების ასე ვთქვათ შემოხვევას სამყაროზე. დღესაც ვიცით რომ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა უნდა მოხდეს სკალასკაზე, ესეც ბევრმომწვევად იქნება. ინდოეთის კონტექსტად შეეხება მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე ინდოეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მათ ეს არ ადარდებდათ, მეორე დღესვე საგარეო საქმეთა სამინისტრომ და მათმა ვაჭრობის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ისინი მიიღებენ ხედველობაში ამ რეკომენდაციას ტრამპის, არა აკრძალოს ამ რაღაც რეკომენდაციას და ოფიციალურად განაცხადს. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ყველაზე მსხვილი მომხმარებელი ამ სანქცირებული ნავთობის, ამ
შემთხვევაში რუსული და ირანული ნავთობის არის ეს ორი უშველებელი ქვეყანა, ინდოეთი და ჩინეთი, რომელთა ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია ამ პროდუქციის სტაბილური მიღება. ყველაზე მსხვილი გადამამუშავებელი ქარხნებიც ინდოეთში არის, ყველაზე უმსხვილესი ინდოეთში, ამერიკის შემდეგ და შემდეგ ჩინეთშიც და ჩვენ გვესმის ხშირად რომ ეს ჩრდილოვანი ფლოტი, რომელიც არის ეს არარეგისტრირებული, ან ეს დამალულ რეგისტრაციაში ყოფი, ცოტა ზედმეტად ამორტიზირებული ტანკერები, რომელსაც იყენებს რუსეთი ამ საერთაშორისო ზღვებში და აწვდის ამ ჭყალებს სანქციებულ ნავთობს და ძირითადად ამით იხლებოდა. რა თქმა უნდა, ეს 100% ვერ ამოძირკავს ამ ჩრდილოვან ეკონომიკას, თუმცა ამერიკას და OPEC+ ქვეყნებს აქვთ მეტნაკლებად ერთმანეთში საუბარი და მათი, ასე ვთქვათ, კოორდინირებული მუშაობით ხდება საერთაშორისო ნავთობის მოპოვების, ასე ვთქვათ, გეგმის ცვალებადობით მოთხოვნის მეტნაკლებად კონტროლირება. და ეს მოთხოვნა ჩვენ ვაკვირდებით, რომ მეტნაკლებად, აი თუ ბოლო წლების მანძილზე ავიღებთ რაღაც რადიკალურ ხევებს არ მოსვიზავთ, სანავთობო შოკი უკვე დიდი ხანია აღარ მოხდარა, რაც აი ამ შეხმატკბილებული, თქვით, კოორდინირებული მუშაობის ნაწილია. ამ მოთხოვნა მიწოდების ნაწილიც კლასიკური გაგებით კარგად არის ჩაკეტილი. თვითონ ამერიკასაც გააჩნია ძალიან დიდი რეზერვები და ბაიდენის ადმინისტრაციის დროსაც მათ ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი ტრეიდინგი გააკეთეს, ანუ დაშორტეს რაღაცა ნაწილში და შემდეგ ძალიან მაღალ ფასად მარაგი იყიდეს და ძალიან დიდი მოგება ნახა ამერიკის ეკონომიკა მაშინ ერთდღიანი ესეთი ტრანზაქციით ამ ნაწილში, თუმცა მათ აქვს ძალიან დიდი მარაგებიც, რაც რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში თუ რაღაცა ჭყალებში გაურკვევლობა შეიძლება წარმოიქმნას ამ OPEC+-სა და აი ამ საერთაშორისო დასავლურ ბაზრებს შორის თანხმობაში, ბერკეტი გააჩნია ამ შემთხვევაში ფასის დაწევის და ეს ყოველთვის ცნობილია, რომ უკვე მიზანმიმართულად წავიდა ხა როგორც პოლიტიკური ბერკეტი ეკონომიკური გაზემოქმედების ნავთობის ფასზე, იმიტომ რომ ჩვენ რასაც ვაკვირდებით, ეს არის ნედლი ნავთობის ფასები, ეს არის WTI და ურალსი, რომელიც რუსული ნაწილია და ბრენტი, რომელიც არის ეს ნედლი ნავთობი, რომელიც სხვა ფასია, ხოლო ბენზინი და უკვე დიზელის საბოლოო პროდუქტები არის ამ პროდუქტთან გადამუშავებული, ფასი განსხვავებულია რადიკალურად, თუმცა საწყისი ერთი არის. საშუალო ვადაში მოლოდინი ის, რომ თვითონ ამ გლობალურ ეკონომისტებს და ამ commodities ექსპერტებს მქონდათ დიდი რადიკალური ცვლილებების მოლოდინი არ არის, თუმცა ეს მიწოდება დაკმაყოფილებულია, მოთხოვნა ამ ნაწილში რაც არის, მოთხოვნა საკმაყოფილებს, ცოტა ჭარბიც არის გლობალურ ბაზრებზე ეს ახალი მარაგები აღმოჩენილი, იმიტომ რომ იცით კიდევ ამ ფასის დაკლებას ერთხელ შეუწყო იმას, რომ BP-მ და Shell-მა გამოაცხადეს, რომ მათ ახალი ძალიან დიდი ახალი გახსნეს, რა ქვია, ჭაბურღილები და დიდი რაოდენობით რეზერვი დაფიქსირდა, რომ ის მოპოვებასაც დაიწყებენ, რა თქმა უნდა, ესეც ძალიან მნიშვნელოვნად მოქმედებს. ძალიან დიდი მადლობა ტრადიციულად ამ უმწურავი მიმოხილვისთვის. მაყურებელს შევახსენებ, ნიკოლოზ ალავიძე, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე იყო ჩვენთან ერთად და ვსაუბრობდით რუსეთში არსებულ მდგომარეობაზე, არსებულ ბენზინისა და ბიუჯეტის დეფიციტზე და რა თქმა უნდა არსებული ტენდენციების შესაძლო გავლენებზე საქართველოზე.